უპრეცედენტო სადიზმი იყო დღევანდელ გერმანიაში, რომელმაც ფაშისტურმა გერმანიამ მოაწყო საკონცენტრაციო ბანაკები, ხდებოდა ყველა ეროვნების მიხედვით ნადგურდებოდნენ ადამიანები და ჩვენი ქვეყნიდან 100,000-ობით მოქალაქე შეეწირა ამ ომს. ეს ობელისკი გადაჭდა და როგორ გადაწყვიტა დიზაინი? დიზაინი იყო, ეს არის განახლებული, უბრალოდ შეიცვალა ქვაფენილი, როდესაც მიმდინარეობდა დაიგეგმა მისი განახლება, ქვა რითაც იყო მოპირკეთებული იყო უკვე საკმაოდ დაზიანებული, ამის გამო შეიცვალა ქვაც და ტერიტორიაც მოწესრიგდა. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ომი მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც შეიწირა ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე. ეს იყო უკუღმა მოაზროვნე ადამიანების ტვინში ჩასახული იდეოლოგიისაგან წამოსული შავი ჭირი მთელი მსოფლიოსათვის, რომლის დამარცხებასაც დაჭირდა ზუსტად ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის ზვარაგად შეწირვა. გარეშე ამ მოვლენების გარეშე არც საქართველო არ დარჩენილა და მიუხედავად თავისი მცირერიცხოვანი მოსახლეობისა უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ომს. როგორც ცნობილია, დაახლოებით 700 ადამიანი წავიდა, საიდანაც თითქმის 350,000 ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.